აშშ-მა და ისრაელმა ირანს ძლიერი დარტყმები მიაყენეს, მაგრამ რეჟიმი კვლავ ტერორის გავრცელების უნარს ინარჩუნებს. ასობით დრონი ახლო აღმოსავლეთის ბაზების მიმართულებით უშვებენ ამ წუთებში. ეხლა თამაში მოულოდნელად უკრაინა ჩაერთო, რომელიც ირანის ტერორის დასრულებისთვის აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან გაერთიანდა. ჯერ რუსეთი, ეხლა კი ირანი. უკრაინამ გამოუშვა ფუტურისტული იარაღი, რომელიც ირანის დრონებს გაანადგურებს. რა იარაღია? ჩამჭერი დრონები. უკრაინამ აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოწოდებებს მოусმინა, რომლებიც ოპერაცია ეპიკური რისხვის საპასუხოდ ირანის შურისძიებით ზარალდებიან და გააქტიურდა. უკრაინული ჩამჭერი დრონები იგზავნება სპარსეთის ურის რეგიონში და ისინი გამოიყენება შაჰიდების შესაჩერებლად, რომლებსაც ირანი უშვებს თავის მრავალ მტერზე. ვინ იღებს ამ დრონებს? ამერიკული ბაზები ახლო აღმოსავლეთში, იორდანიაში და შეიძლება საუდის არაბეთშიც გავაგზავნოთ, განაცხადა ზელენსკიმ, როდესაც უკრაინის ახალ შეთანხმებაზე საუბრობდა აშშ-კოსთან. ეს უკრაინისთვის დიდი მიღწევაა და ქვეყანაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, რადგან ის თავის ტერიტორიაზე პუტინის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. უგვიანებით ვიდეოში აგიხსნით რატო, რადგან ჯერ უნდა განვიხილოთ, რატო აგზავნის უკრაინა ამ დრონებს და რა გავლენა ექნება მათ ოპერაცია ეპიკური რისხვისთვის. რატომ? ეს მარტივი კითხვა, რადგან აშშ-ს თხოვა. ოპერაციის დაწყებისას 6 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ევრონიუსის ცნობით მათზე თავდასხმა სავარაუდოდ შაჰიდის დრონმა განახორციელა, რამაც აშშ-ის სარდლობაში მყისიერი განგაში გამოიწვია. იაფი დრონები აშშ-ის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ძალას ვერ შეედრება, მაგრამ სწორედ ეს არის პრობლემა. შაჰიდები იაფია, მათი დიდი რაოდენობით გაშვება შეიძლება და ერთი ან ორიც რომ გაუსხლტეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას, დიდ ზიანს გამოიწვევს. ყოველი გაშვებული შაჰიდების ჯგუფი აიძულებს აშშ-ს გამოიყენოს ბევრად უფრო ძვირადღირებული ჩამთრელი რაკეტები მათ შესაჩერებლად და ეს მეთოდი ყოველთვის არ მუშაობს. ვლადიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ-მ ოპერაცია ეპიკური რისხვის პირველ სანდრეში 800 პატრიოტის რაკეტა დახარჯა, რაც ისეთი ხთიხარჯია, რომლის გაღებაც აშშ-ს უბრალოდ არ შეუძლია და არც უნდა გაიღოს, თუ კი ირანთან თანხანგძლივ ბრძოლაში აპირებს ჩართვას. ამიტომაც გაკეთდა ეს მოთხოვნა, როგორც ვლადიმირ ზელენსკი განმარტავს. უკრაინის პრეზიდენტმა 5 მარტს X-ზე დაწერა, რომ მიიღეს აშშ-ის მოთხოვნა შაჰიდებისგან დაცვის დახმარებაზე ახლო აღმოსავლეთში. მან აღნიშნა, რომ გასცა მითითება საჭირო საშუალებებისა და უკრაინელი სპეციალისტების. მანამდე მან კაფეოდ შეახსენა, რომ უკრაინა მზად არის დაეხმაროს იმ პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რომლებმაც მას დახმარება გაუწიეს რუსული შეჭრისგან საკუთარი ტერიტორიის დასაცავად. მესიჯის ბოლოს მიზეზი აქვს. უკრაინა მიცის, რომ მისი ჩამჭერი დრონები ბერკეტია. ამ თემას მალე დეტალურად განვიხილავთ. სხვა საკითხებიც არსებობს. უკრაინა აშშ-ის ბაზებზე ახლო აღმოსავლეთში არა მხოლოდ ჩამჭრელ დრონებს, არამედ შესაბამის ცოდნასაც აგზავნის, რადგან მის გარეშე იარაღი ისეთი ეფექტური ვერ იქნება, როგორც ეს აშშ-ს და მის მოკავშირეებს სჭირდებათ. უკრაინა ექსპერტებს აგზავნის ახლო აღმოსავლეთში, რომ ასწავლონ აშშ-სა და პარტნიორებს ჩამჭერების გამოყენება. ზელენსკიმ X-ზე 17 მარტს თქვა, ამჟამად ახლო აღმოსავლეთში სპარსეთის ურის რეგიონში 201 უკრაინელია, კიდევ 34 კი გასაგზავნად მზადაა. ზელენსკის თქმით, ეს ექსპერტები უკვე კატარში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებიან და სხვა ქვეყნებთანაც ფორმირდება შეთანხმებები, გარდა იმ დრონების შეთანხმებებისა, რაც ზელენსკის თქმით უკრაინას აშშ-თან აქვს. უკრაინის გამოცდილება ახლა მოთხოვნადია. ნებისმიერი, ვინც უკრაინის ომს ადევნებს თვალს, გეტყვით თუ რატო. დრონები, რომლებსაც ირანი აშშ-ის ბაზებზე უშვებს, ზუსტად იგივე ტიპის შაჰიდის დრონებია, რომლებსაც ის თითქმის უკრაინის ომის დაწყებიდანვე აწვდის რუსეთს. Le Monde აღნიშნავს, რომ ირანმა ამ დრონების მიწოდება მალევე დაიწყო, მას შემდეგ რაც პუტინმა თავისი შეჭრა წამოიწყო. და მალე ქვეყანამ პუტინთან მომგებიანი ლიცენზირების შეთანხმება გააფორმა, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს ირანის რეჟიმის მხარდაჭერით შაჰიდის ტიპის დრონები საკუთარ ტერიტორიაზე აწარმოოს. ეს მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთის მიმდინარე მოვლენების კონტექსტში, რადგან უკრაინა უკვე 4 წელია ებრძვის შაჰიდის დრონებს. უკრაინამ ეს დრონები სრულად შეისწავლა, რაც ნიშნავს, რომ კარგად ესმის ტაქტიკა, რომელსაც იყენებენ დრონების მასობრივი შეტევისას და უკვე შეიმუშავა შესაბამისი ტაქტიკაც და იარაღიც, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ის ზიანი, რაც ამ მასობრივ შეტევებს შეუძლიათ მიაყენონ. ეს გამოცდილება აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთის მოკავშირეებს სურთ. ისინი ცდილობენ გაუმკლავდნენ იმ ტიპის ბრძოლას, რომელიც უკრაინამ წლების განმავლობაში როგორც გამოიგონა, ასევე მისგან თავს იცავდა. და უკრაინა იდეალურ მდგომარეობაშია, რომ მიეწოდოს მათ ის ცოდნა, რაც სჭირდებათ ირანის შაჰიდის დრონების შესაჩერებლად საჭირო უნარების დასაჩქარებლად. ცოდნა კარგია, მაგრამ უკრაინამ იარაღიც უნდა მიეწოდოს, ხოლო იაფი ჩამჭერი დრონები იდეალური გამოსავალია. უკრაინამ შეიმუშავა რამდენიმე ჩამჭერი დრონი, რომლებიც ეფექტურად გამოიყენეს შაჰიდების წინააღმდეგ, რაზეც ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამ ჩამჭერი დრონებიდან ყველაზე მთავარი და სავარაუდო, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მოხდება, სტინგია. უკრაინის ახალი ხმის ცნობით სტინგი FPV ჩამჭერა დააღწერილი და შაჰიდის ტიპის რუსულ დრონებზე თავდასხმისას 90-50%-იან წარმატებას აჩვენებს. უკრაინამ ამ დრონის გამოყენება 2025 წელს დაიწყო და მისი მახასიათებლები აჩვენებს, რატომ არის ირანის შაჰიდების წინააღმდეგ ასეთი ეფექტური.
Stinks შეუძლია იფრინოს საათში 315 კილომეტრი ან 195.7 მილი სიჩქარით, რაც საკმარისია ფრენისას პოზიციის შესაძლებლად და შაჰიდების შესაჩერებლად, რომლებიც კონკრეტულ სამიზნეებზე არიან დაპროგრამებული. Stingi მოკლე რადიუსის გადაწყვეტა, როგორც ამას მისი 37 კილომეტრიანი, ანუ თითქმის 23 მილიანი მოქმედების რადიუსი და 7 კილომეტრიანი, ანუ 4.3 მილიანი მაქსიმალური სიმაღლე აჩვენებს. მისი შესაძლებლობა 500 გრამის, ანუ 1 ფუნტზე ოდნავ მეტი წონის თვირთის ატანა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ჩამჭერლის წარმოების ხარჯებს. Stinks უფრო დიდი თვირთი არ ჭირდება. ეს არის მცირე რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც შერწყმულია შეჯახების შედეგად წარმოქმნილ კინეტიკურ ენერგიასთან და შემომავალი შაჰიდის შიგნით მოთავსებულ ასაფეთქებელთან, რათა ირანული დრონები ჩამოაგდოს ციდან. ცოტა ხნის წინ დაბალი ფასი ვახსენეთ. სწორედ ეს ყველაფერზე მეტად არის მიზეზი, რატომაც აშშ-ში და მისი ახლო აღმოსავლელი მოკავშირეები ცდილობენ უკრაინის ინტერსეპტორების ხელში ჩაგდებას. მოდით განვიხილოთ სცენარი. ირანი კიდევ უფრო მეტ შაჰიდის დრონს უშვებს ამერიკულ ბაზაზე. თითოეული დრონის წარმოება ირანს 20-დან 50,000 დოლარამდე უჯდება, რაც ტრადიციულ სამხედრო ხარჯებთან შედარებით მცირეა. აშშ-ს პასუხის გაცემა უწევს და ამას პატრიოტის რაკეტების გაშვებით აკეთებს, რათა დრონები ჩამოაგდოს. ესეთი რაკეტის წარმოება აშშ-ს 4 მილიონი დოლარი უჯდება. ვთქვათ, ირანის დრონების რაოდენობა ჯამში 5-ია, რაც შედარებით მცირე რიცხვია. ირანისთვის ეს არ აღემატება 250,000 დოლარს, აშშ-ისთვის კი განსაცვიფრებელი 20 მილიონი დოლარი. თუნდაც ირანის დრონები მიზანს ვერ მოხდეს, აშშ-ს მათი მოგერიება 80 ჯერ მეტად უჯდება, ვიდრე ირანს მათი გაგზავნა. ეს გამოფიტვის ტაქტიკაა, რომლის მეშვეობითაც ირანს შეუძლია აშშ-ზე ზეწოლა მოახდინოს. აშშ-ს მარაგში პატრიოტის რაკეტების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა აქვს. თუ ზელენსკი მართალია, 800 რაკეტა უკვე გაუშვეს ოპერაცია ეპიკური რისხვის პირველ 3 დღეში. ამერიკამ უკვე დახარჯა 3.2 მილიარდი დოლარი ჩამჭერი რაკეტებზე და ირანთან კონფლიქტის დანარჩენ პერიოდში დამატებითი თანხა. ეს მდგრადი არაა, თუნდაც მსოფლიოს უმდიდრესი არმიისთვის. Stingis ჩამჭერი პრობლემებს აგვარებს. უკრაინის ახალი ხმა ამბობს, რომ დრონის ჩამჭერის შექმნა 1000 დოლარი ხირს. Reuters ოდნავ უფრო მაღალი რიცხვი მოჰყავს, დაახლოებით 2000 დოლარი, რაც შეიძლება Stingis საექსპორტო ფასი იყოს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ერთი ფუტურისტული და გენიალურად დაპროექტებული დრონი აშშ-ისთვის ოპერაცია ეპიკური რისხვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფინანსურ ტვირთს, აშკარა უპირატესობად აქცევს. ეხლა როცა ირანი თავის დრონების გუნდებს უშვებს, ინვესტიციიდან უკეთეს უკუგებას ის აღარ იღებს. ჩვენ სცენაში აშშ-ისთვის ჩამოგდების ღირებულება 20 მილიონი დოლარიდან დაახლოებით 5,000-დან 10,000 დოლარამდე მცირდება, რაც ასობით 1000 დოლარით ნაკლებია, ვიდრე ირანს უჯდება იმ 5 დრონის გაშვება, რომელთაც ჩვენ ვარაუდობდით. ეს ეპოქალური გარდატეხაა და ის ირანისთვის შესაძლო გამარჯვების სტრატეგიას აქცევს, გამოფიტვის კოშმარად, ზუსტად ისეთად, როგორცაც თვითონ ცდილობდა აშშ-ისთვის მიეტენებინა. ირანის ერთადერთი იმედი ისაა, რომ უკრაინის ჩის ჩამომგდები დრონები ისეთი ეფექტური არ იქნება, როგორც აშშ-ს სჭირდება. მაგრამ ეს იმედი უკვე გაცამტვერდა და ახლავე აგიხსნით რატომ. შეგახსენებ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. ეს ანალიზი თქვენთვისაა. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ყოველ კვირას ყველაფერს ვშლით დეტალურად. ირანის Stingis ან სხვა ჩამომგდები დრონების წინააღმდეგ ბევრს ვერ აკეთებს. Stingi VR სათვალეებით იმართება, რაც ოპერატორს სამიზნეების ამოცნობისა და მათზე დაკვირვების საშუალებას რეალურ დროში აძლევს. Interceptor აქვს AI-ზე დაფუძნებული მართვის სისტემა, რომელიც აძლევს საშუალებას მიხვეს შაჰიდს და გაანადგუროს იგი შეჯახებით ბით და დისტანციური აფეთქების მექანიზმით, საჭირო დროს მცირე საბრძოლო ქობინის ამოქმედებით. და ეს არ არის თეორიული ტექნოლოგია, რომელსაც უკრაინა აშშ-ს აწვდის. ის უკვე ომში გამოცდილია და 80-დან 90%-მდე წარმატებული დარტყმის მაჩვენებელი ნათლად აჩვენებს რატომ. United 24 მედიის ინფორმაციით, უკრაინის ინტერსეპტორი დრონები 24 თებერვლისთვის საჰაერო თავდაცვის მიერ განადგურებული სამიზნეების 30%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან უკრაინა ამ ტიპის დაბალბიუჯეტიან დრონებს კიდევ უფრო მეტს აწარმოებს. ირანს ვერც კი შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ ის მარაგები, რომელსაც უკრაინა ახლო აღმოსავლეთში გაგზავნის, ამოიწურება. მხოლოდ 2025 წელს უკრაინამ 100,000 ჩამჭერი დრონი ააგო, როგორც აცხადებს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო. გაითვალისწინეთ, რომ უკრაინამ თავისი ჩამჭერი დრონების მასიურად გამოყენება მხოლოდ 2025 წლის ბოლოს დაიწყო. უკრაინა აცხადებს, რომ ჩამჭერი დრონების წარმოების შესაძლებლობა 8 ჯერ გაიზარდა და დაფინანსების შემთხვევაში წელიწადში 800,000 საწარმოებს. თუ აშშ და მოკავშირეები გადაიხდიან, მიიღებენ საკმარის ირანის შაჰიდის შეტევების მოსაგერიებლად. ირანის დრონების სტრატეგია ერთ წამში ინგრევა. უკრაინის ჩამჭერი დრონების ექსპერტებთან ჩამოსვლისას აშშ-სა და მის ახლო აღმოსავლელ მოკავშირეებს აჩვენებენ მათ გამოყენებას. ირანი რეალურ დროში ხედავს, როგორ ეშლება წყალში სტრატეგია, რომელიც აშშ-ისთვის მილიონობით დოლარის დახარჯვის იძულებას ისახავდა მიზნად. შაჰიდები ახლა ჰაერში ფეთქდებიან და არა სპარსეთის ყურის მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზე. მაგრამ მოიცადეთ, შეიძლება იფიქროთ, რატომ დასჭირდა აშშ-ს ჩამჭერი დრონები.
ხსმენიათ იმ პროცენტებზე, რომლებსაც ხშირად ახსენებენ. ირანის დრონების გაშვების რაოდენობა ოპერაციის დასაწყისიდან მკვეთრად შემცირდა. ეს ასეა თუ აშტ-ში ომის მდივან პიტ ჰეგზუთს სწორი მონაცემები აქვს. ჰეგზეთი ამტკიცებს, რომ ირანის დრონების გაშვების რაოდენობა 95%-ით შემცირდა იმ საწის მასიურ შეტევასთან შედარებით, რომელიც ოპერაციის პირველ დღეებში განახორციელა. ამაში ცვლილი შეიტანა აშტ-ისა და ისრაელის ერთობლივმა შეტევამ ირანის სამხედრო და დრონების ინფრასტრუქტურაზე. 95% არ ნიშნავს სრულ შეჩერებას. ირანი მაინც უშვებს დრონებს, მაგრამ ახლა ნაკლებად მასობრივად. 19 მარტს საუდის არაბეთმა თქვა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ გადაიჭირა და გაანადგურა ირანული დრონების ხუთეული, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილსა და ერ-რიადს მიემართებოდნენ. ეს 5 დრონი ემატება 13 რაკეტასა და დრონს, რომლებიც საუდის არაბეთმა გაანადგურა, რაც ადასტურებს, რომ ირანი კვლავ ცდილობს დრონებით ქაოსის გამოწვევას, მიუხედავად გაშვების სიხშირის შემცირებისა. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რაც ღირებულებაზე ვთქვით. დიახ, თავდასხმა 5 დრონით მოხდა, ხოლო მათი ჩამოგდება ტრადიციულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს მილიონობით დოლარი შეიძლება დაუჯდეს. რატომ უნდა სურბეს საუდის არაბეთს ამდენი თანხის დახარჯვა, როცა შეუძლია შაჰიდის დრონები გაანადგუროს ისეთი ჩამომგდების საშუალებებით, რომლებიც იმ თანხის მცირედი ნაწილი ჯდება, რასაც სხვა შემთხვევაში დახარჯავდა. ეს უბრალოდ ფინანსურად არ ამიზანშეწონილია, მიუხედავად იმისა, რამდენი ირანის დრონების ინფრასტრუქტურაც არ უნდა იყოს განადგურებული. სანამ შაჰიდის დრონები დაფრინავენ, უკრაინის ჩამომგდებ სისტემებს მნიშვნელობა აქვს. ეს მნიშვნელობა ისევ იმ ბერკეტს ეხება, რომელიც ცოტა წინ ვახსენეთ. ასევე ვახსენეთ ძალიან ნათელი აზრი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა უკრაინის მოკავშირეების მხარდაჭერის შესახებ, რაც მან 17 მარტს დაადასტურა, როცა გამოაცხადა, რომ უკრაინის დრონების ექსპერტები ახლო აღმოსავლეთში მიემგზავრებოდნენ. ჩვენ მზად ვართ ყველა ჩვენს სანდო პარტნიორს მსგავსი გარიგებები შევთავაზოთ. დრონებზე პრაქტიკული თანამშრომლობიდან დაწყებული მომავალი თავდაცვითი ალიანსებით დამთავრებული. და არ ვფიქრობ, რომ ვინმეს მოუნდება უკრაინის ომით გამოცდილი ძალა და შესაძლებლობები საკუთარი უსაფრთხოების მიღმა დატოვოს. თუ ვინმე ასე მოიქცევა, ეს ბრძნული არ იქნებება, განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინა ხედავს შესაძლებლობას თავი გამოიჩინოს სასარგებლოდ იმ ქვეყნებისათვის, რომლებმაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა გაუწიონ მას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკრაინა ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. Business Insider-მა 18 მარტს გაავრცელა, რომ უკრაინა მაცნობა აშშ-სა და მის ახლო აღმოსავლელ პარტნიორებს, რომ დღეში 1000-მდე ჩამჭერი დრონის მიწოდება შეუძლია ირანის შაჰიდებისგან თავდაცვაში დასახმარებლად. უკრაინა აცხადებს, რომ დამატებითი ინვესტიციის შემთხვევაში მეტის მიწოდებას შეძლებს. უკრაინას შეუძლია ჩამჭერი დრონები სანდო შემოსავლის წყაროდ აქციოს და ეს თანხა მეტი იარაღის განვითარებასა და წარმოებაში გამოიყენოს რუსეთის წინააღმდეგ. მაგალითად, სტინგი ავიღოთ. თუ ვივაროდებთ, რომ ადრე ნახსენები $1000 უკრაინისთვის წარმოების ხარჯია, ხოლო როიტერსის მიერ დასახელებული $2000 ექსპორტის ფასია. 1000 დრონი დღეში ჯამში $2 მილიონ შეადგენს. თუ უკრაინამ შეძლო ხელშეკრულებების გაფორმება მხოლოდ ამ რაოდენობის დრონების მიწოდებაზე, ზრდის პოტენციალის გაუთვალისწინებლადაც კი, ეს $730 მილიონ წელიწადში ნიშნავს, რომელსაც თავისი იაფი და ეფექტური ჩამჭერი დრონებიდან მიიღებს. უკრაინას ასევე შეუძლია სხვა გზაც აირჩიოს. 15 მარტს როიტერსმა გაავრცელა, რომ ზელენსკიმ თქვა, უკრაინა არ ეხთვება ოპერაცია ეპიკური რისხვაში. ზელენსკის თქმით, დღეს ტექნოლოგიაც და დაფინანსებაც მნიშვნელოვანია. დაფინანსების თემა უკვე განხილულია, ხოლო ზელენსკი მზადაა უკრაინული დრონები და გამოცდილება გაცვალოს დასალდურ მაღალტექნოლოგიურ იარაღში, რომელსაც რუსეთთან ომში იყენებს. უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის რაკეტა დასჭირდება რუსეთის ბალისტიკური დათმობისგან დასაცავად. ფაქტობრივად ყველაფერი, რასაც უკრაინა თავად ვერ აწარმოებს, მაგრამ სჭირდება ბრძოლაში, შეიძლება მიიღოს ჩამჭრელებისა და სხვა ტიპის დრონების სანაცვლოდ. ეს ბერკეტია უკრაინისთვის და ადასტურებს, რომ ქვეყანამ, რომელმაც ეფექტიანად გამოიყენა ძლიერი უპილოტო სისტემები რუსეთის წინააღმდეგ 4 წლის განმავლობაში, ახლა თავისი გამოცდილებით შეუძლია განამტკიცოს საკუთარი თავისა და თავდაცვის ინდუსტრიის ქცევლადიანი წარმატება. უკრაინას კიდევ ორი მიმართულება აქვს: ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები და New York Times-ის 9 მარტის სტატიის მიხედვით, აშშ-ისთვის თავისი ჩამთრელი დრონების მიწოდებით უკრაინა ტრამპის ადმინისტრაციასთან საჭირო ქულებს იწეს, რომელიც შუამავლობას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის. ეს არის უკრაინის მხრიდან ფაქტობრივად მიმართვა აშშ-სადმი. ნახეთ, შეგიძლიათ ჩვენზე დაყრდნობა მაშინ, როცა თქვენ გჭირდებათ. ეს რაღაცას მაინც უნდა ნიშნავდეს, როცა უკრაინას ადარებენ ქვეყანას, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება აშშ-ს და ყველაფერს, რასაც დასავლეთი წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რასაც პუტინი ამტკიცებს. არის ცნობები, რომ რუსეთმა ოპერაცია ეპიკური რისხვის დროს ირანს დაზვერვისა და დრონების ტექნოლოგია მიაწოდა. რისი გამოყენებაც უკრაინას შეუძლია პუტინის მიზნებისთვის კიდევ ერთი დარტყმის მისაყენებლად, რათა მანიპულაციით დაიყოლიოს აშშ რუსეთისა და მისი მაქსიმალისტური მოთხოვნების მხარდაჭერაზე. მესიჯი მარტივია. უკრაინა ეხმარება აშშ-ს, რუსეთი კი ცდილობს ავნოს. უკრაინა იმედოვნებს, რომ ეს მესიჯი ყურადღებას მიიპყრობს. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, უკრაინა ძალიან კარგად ახერხებს საკუთარი თავის პოზიციონირებას, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაც სხვა შემთხვევაში უკრაინასთან თავდაცვით სფეროში ურთიერთობა არ ექნებოდათ, რომ არა ოპერაცია ეპიკური რისხვა.
Arab Weekly-ს ცნობით, უკრაინა ცდილობს სპარსეთის ხურის ქვეყნებს არამხოლოდ შეიარაღება მიჰყიდოს, არამედ შექმნას დამოკიდებულებები, რომლებსაც ახალი პარტნიორების მხარდაჭერის მოსაპოვებლად გამოიყენებს, რასაც პუტინი ვერასდროს წარმოიდგენდა. ეს პარტნიორობები ირანის კონფლიქტამდე კალიბდებოდა. საუდის არაბეთმა 2023 წელს უკრაინას 400 მილიონი დოლარი გამოუყო, ხოლო კატარმა ომისას 100-ზე მეტი უკრაინელი და რუსი ბავშვის ოჯახებთან გაერთიანებაში ერთგვარი დაბალი რგოლის შუამავლის როლი შეასრულა. მაგრამ ახლა უკრაინას შეუძლია იგივე არგუმენტები გამოიყენოს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც ესენი არიან, როგორც ამას აშშ-ს თანაკეთებს. უკრაინას აქვს იარაღი და მზად არის დახმარებისთვის. რუსეთი ირანს დაზვერვასა და დრონებს აწვდის, რომლებსაც ირანი თქვენს ტერიტორიაზე დასათქმელად იყენებს. რომელი უკეთესი პარტნიორია ამ ორ შორის? აქ 200-ზე მეტი დრონების ექსპერტია, რომლებსაც უკრაინა სპარსეთის ყურის ქვეყნებში აგზავნის, მაშინაც კი როცა თავს იცავს რუსეთკეთისგან. უკრაინა მსხვერპლზე მიდის დასახმარებლად, რაც გავლენას მოახდენს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე, რომლებიც ისეთ კონფლიქტში გრძნობენ თავს ჩათრეულად, რომელიც არ დაუწყიათ. ირანისთვის უკრაინის მიერ აშშ-სა და მოკავშირეებთან ახლო აღმოსავლეთში გაერთიანების ამბავი ყველაზე ცუდ დროს მოდის. დრონები ირანის მთავარი კოზირი იყო. ეხლა ისინი ნადგურდება ჩამომგდები სისტემებით, რომლებიც იაფია, საბრძოლო გამოცდილება აქვთ და მასობრივად შეიძლება მიწოდება და ირანისთვის საქმე კიდევ უფრო მძიმდება. ჩამომგდები სისტემები შაჰიდების შეჩერების ერთადერთი მომავლის ტექნოლოგია არაა. აშშ-ს ლაზერები აქვს და მათ შესახებ ყველაფერს გაიგებთ, თუ ჩვენს ვიდეოს ნახავთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ მიიღოთ ინფორმაცია ოპერაცია ეპიკური მრისხანების უახლეს მოვლენებზე. მადლობა ყურებისთვის.